დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ისეთ აქტუალურ თემაზე, როგორიც გახლავთ კრიზისები, ასაკობრივი კრიზისები, რასაც გავდივართ მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში. შუახნის ასაკის კრიზისი, იდენტობის კრიზისი, ასეთი ფრაზები ხშირად გვესმის ხოლმე და ჩვენი მისამართითაც ხშირად ვიყენებთ და მართლაც რაში მდგომარეობს საქმე, რა არის ეს კრიზისი, რატომ არის მნიშვნელოვანი ამ კრიზისის გააზრება და მისი გადალახვა, აი სწორედ ამ თემებზე ჩვენი არაჩვეულებრივი სტუმარი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ირინა ტაბუციძე ისაუბრებს. კრიზისები ბევრია, რა თქმა უნდა, მაგრამ აქედან მაინც უფრო არის რამდენიმე მსხვილი, რომელსაც დღეს მინდა რომ მეტი ყურადღება დავუთმოთ და გავყვეთ, მოდი ახლა გავყვეთ, ხო? რომელია პირველი ასაკი? პირველი ყველაზე ისეთი გამოკვეთილი არის 1 წლის კრიზისი. და რა ხდება? ეს არის პერიოდი, როდესაც ბავშვი იწყებს სიარულს. ყველაზე ისეთი ხელშესახები და ესეთი მისახვედრი, ასე ვთქვათ, რომ კრიზისთან გვაქვს საქმე, არის როდესაც ბავშვს პირველი მცდელობა აქვს დამოუკიდებლობის. როგორც წესი გამოიხატება ხოლმე იმით, რომ ხელს არ გაკიდებინებს, შეიძლება დაეცეს, აიქცეს, მაგრამ აი ჯიუტად გკრავს ხელს, რომ თავი დამანებე მე თვითონ. მცდელობა აქვს თვითონ ჭამოს. მართალია ის კოზმფლად პირთან კარგად ვერ მიაქვს და ითხოვნება და ერთი ამბავი, მაგრამ მცდელობა რომ მე ცალკე ვარ, მე რაღაცნაირად ვარსებობ და რაღაცების კეთება მე თვითონ მინდა, აი ამ ასაკში უკვე იჩენს თავს. საკმაოდ მნიშვნელოვანი პერიოდია და დედას არ უნდა გაეპაროს, დედასაც და მამასაც ეს პერიოდი. რა უნდა გააკეთოს მშობელმა ასეთ დროს? რა უნდა გააკეთოს და მაგალითად თქვენ შეგიძლიათ თქვენ შულს აჭამოთ პირობითად 10 წუთში. გადასარევად არ გცალიათ, გავიგე, ჩქარჩქარა წავედით. ამის ნაცვლად შეგიძლიათ დაუთმოთ 15, 20 წუთი, კი, ცოტა დაისვრება. ცოტა დაბანთ რაღაც. ხო, მაგრამ სამაგიეროდ ბავშვი ნელ-ნელა ეჩვევა იმას, რომ მას თავისი პირადი სივრცე აქვს, თავისი მოთხოვნები აქვს, რომელსაც ასრულებენ. ელემენტარული ეს არ არის ესეთი განსაკუთრებული მოთხოვნილება, რომლის შესრულება ჩვენ არ შეგვიძლია, ხო? და იკვეთება პირველი დამოუკიდებლობის ნიშნები. მოდი ამის საშუალება ბავშვს მივცეთ ნამდვილად. წლის კრიზისი, ასე ვთქვათ, რომელიც შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ დაძლეულია იმ შემთხვევაში, თუ ბავშვს აი ამ დამოუკიდებლობას მივანიჭებთ, ხო? კრიზის ახლავს განსაკუთრებით ბავშვობის ასაკში მეტი გაღიზიანებადობა, უფრო თითქოს აგრესიულია ბავშვი, თითქოს მეტად ჭიჭყინებს, თითქოს ის მოურჯულებელია. როგორც წესი, როდესაც გადაივლის ეს კრიზისი, სიმშვიდე ისადგურებს და მიხვდებით. მოდი ახლავე ვთქვათ ამ კრიზისთან ერთად, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი როგორ რეაგირებს კრიზისზე. ითვლება, რომ თუ მაგალითად იგივე 1 წლის კრიზისი, მერე 3 წლის კრიზისი, კარგად არის დაძლეული და ლამაზად მიდის, ასე ვთქვათ. მშვენივრად ადაპტირდება ცვლილებებთან, მიყვება ბავშვის მოთხოვნილებებს და ყველაფერი კარგად მიდის. რაც თავის მხრივ უკვე ნიშნავს, რომ თინეიჯერობაც მშვიდი ექნება ბავშვს. ამიტომ საფუძველი იყრება, აი ძალიან ქვევიდან ვიღებთ ხოლმე სტარტს, ასე. კი ბატონო, შემდეგი ასაკი რომელია? ამას მოყვება ძალიან მნიშვნელოვანი თავისი, ასე ვთქვათ, სიღრმეებით და არსით. არის 3 წლის კრიზისი, რომელიც ძალიან გავს ეგრეთ წოდებული თინეიჯერობის კრიზისს, გარდამავალ ასაკს. უბრალოდ ბავშვი პატარაა და იმდეს ვერ ბედავს, რასაც ვთქვათ უკვე თინეიჯერი ბავშვი, ხო? ეხლა რა ახლავს ამ 3 წლის კრიზისს. ნებისმიერ ეს კრიზისი ტორტის ეს ანთელი ჩავაქრე და დაიწყო არ არის. ცოტა შეიძლება უსწრებდეს ანაქეთ, ან იგვიანებდეს, მაგრამ პრინციპში მაინც ამ პერიოდში იჩენს თავს. ბავშვი ხდება ძალიან გაღიზიანებული, ბავშვი ხდება ცოტა აგრესიული, ცოტა დესპოტურიც კი, დამახასიათებელი რაც არის მე აი იმდენად ხშირად ისმის, რომ შემაწუხებ მე თვითონ და გეწინააღმდეგება ყველაფერზე. მაგალითად შეიძლება ეძინებოდეს, იჯდეს, თავი ვარდებოდეს, მაგრამ ეუბნები, რომ წამო ხა ძილის დრო, არა, არ დავიძინებ. ეს პირველ ეს არა არის წამყვანი და ნეგატივიზმი, რაც ამას მოყვება. ამ დროს რა ხდება? ბავშვი უთხარ თავს და ცდილობს რომ პიროვნებად იქცეს და აი ეს მე იყოს ძალიან მნიშვნელოვანი. მაგალითად ახლა გოგონების შემთხვევაში, რაც ალბათ ყველა მშობელი შეწუხებული ამ პერიოდში, რა ჩააცვას დილით. ეს მართლაც პრობლემაა ხოლმე ამ ასაკში. შეიძლება იქცეს მაგალითად რა თელ მოვლენად, იმიტომ რომ არაფერი არ მოწონს, გადმოგაყრევინებს თელ კარადას, ის უნდა ეს არ უნდა. ან სეზონისთვის შეუფერებელი მოწონს და ასე შემდეგ, ხო? რა უნდა ვქნათ ასე დროს. რა გავაკეთოთ? კი. ბავშვს ასე დროს სჭირდება არჩევანის შეთავაზება. ჩვენ უნდა შევთავაზოთ 2-დან არჩევანი, ისე რომ ჩვენც არ ავიშალოთ ნერვები. მაგალითად, გინდა პირობითად ვაჩვენებთ 2 კაბას და ვუნები რომელი გირჩევნია, ეს გირჩევნია თუ ეს. უკვე ის ფაქტი, რომ არჩევანს აკეთებს, ბედნიერია ბავშვი და კმაყოფილია და თქვენც მშვიდად იქნებით. მაგალითად, დილით აჭმევთ კვერცხს, შემწვარი გირჩევნია თუ მოხარშული. კითხეთ, ყველაფერი შევდება ამით. სადაც შეიძლება რომ დაუთმოთ, ვუთმობთ. არის რა თქმა უნდა მომენტები, როდესაც დათმობა არ შეიძლება. და მოდით ბარემ ამაზეც ვისაუბროთ, ხო? აი დათმობა რომ არ შეიძლება რამდენი მნიშვნელოვანია. გვაქვს გარკვეული საზღვრები, რომლის იქითაც არც თქვენ გადადიხართ,
არც ბავშვი. მაგალითად, ძალიან ისეთი ბანალური რამე რომ მოვიყვანო, თუ ოჯახში მაგალითად იგინებიან. ნუ არ გამოვა. ამ საზღვრებს ვიცავთ სულ ყველა. გარდა ამისა, ბავშვის უსაფრთხოებაზე ვზრუნავთ, ხო, არის რაღაც, რაც ბავშვმა არ უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ რამე არ დაიშალოს. არასრულწლოვანია, 3 წლის არის და რა თქმა უნდა, თქვენი პასუხისმგებლობაა, რომ თქვენ შვილს მიხედოთ და რამე არ შეემთხოს. ამ კრიზისს რაც ახლავს და რაც ძალიან თვალშისაცემია კიდე ეგრეთ წოდებული ტანტრუმები. ალბათ, შობას ერთხელ მაინც აქვს ესეთი რამე გავლილი, მაღაზიაში რო შეიყვან და შეიძლება იატაკზე გაგიწვეს, რომ ეს რაღაცა მიყიდე. უნდა, კი ბატონო. მანდაც რა ხდება? ბავშვი სწავლობს ზუსტად აი იმ საზღვრებს, სად გადის, სადამდე გაზდის. კი ბატონო. ძალიან ჭკვიანები არიან, არავინ არ იფიქროთ, რომ პატარაა და რაღაცას მოატყუებ. იმაშიც კი შეიძლება განსხვავება დაიჭირონ, დედასთან როგორ მოიქცეს და ბებია-ბაბუასთან მისული როგორ მოიქცეს. მშვენივრად იცის ეს ცხოვრების წესები, ასე ვთქვათ, თამაშის წესები, რასაც თავაზობთ სხვადასხვა ადგილას. კარგად ითვისებენ. დავქნათ ახლა ამ ტანტრუმის დროს. რა თქმა უნდა, იმის დაშვება, რომ ეს უნდა დაუთმო და რახან ასეთი ისტერია დაიმართა, ჩვენ რაღაც ნივთს ყიდულობთ, არ ვიცი, არ აქვს მნიშვნელობა, არ არის სწორი. კი ბატონო, და რა უნდა გავაკეთოთ? მაგალითად, პირობითად შეიყვანეთ თქვენი გოგონა და აინახა გადასარევით ოჯინა და უნდა. ერთი ვარიანტი რომ გაქვთ ფული, მაგრამ უბრალოდ არ რთულით საჭიროთ, რომ უნდა უყიდოთ. და მეორე ვარიანტი, როცა ძალიან შეიძლება მოგწონდეთ, მაგრამ უბრალოდ ვერ ყიდულობთ, იმიტომ რომ არადეკვატურად ძვირია. ან უბრალოდ არა გაქვთ, ამ მნიშვნელობა აქვს. პირველი ისეთი ყველაზე კარგი რჩევა ალბათ იქნებოდა შვიდათ მიდგომა ასე დროს და ცოტა იგნორირებაც კი. არ აყვეთ ამ ისტერიაში, არ შეიცხადოთ, არ შეგრცხვეთ კიდე რაც თავარი, რაც მშობლებს ხშირად ემართებათ მაღაზიაში, იმიტომ რომ იმ ბავშვმაც იცის, რომ ხალხში უფრო გაუვა და ის მორიდება, რომ ვაიმე რას იფიქრებენ, ალბათ ცუდი დედა ვარ, არა. უფრო გამწვავებს. უბრალოდ გამოიყვანეთ მაღაზიდან. არ ვიცი, კიდე ხელში აიყვანოთ. იყოს იმ თავის ისტერიკებით არ აუშავს. ხალხში საქმეს არ ურჩევთ. კი ბატონო, ეს თავარი წესია. მიყავს სახლში, ან ისეთ ადგილას, სადაც ხვები არ გვიყურებენ და მარტო ვართ. დაიკუზეთ ისე, რომ თქვენი თვალების ერთ სიმაღლეზე იყოს და როგორც დასრულ ადამიანს ისე ელაპარაკოთ და ძალიან მშვიდად უხსნით, რომ თქვენ ამ სათამაშოს ეხლა ვერ იყიდით. მაგალითად, შეგიძლიათ რომ უყიდოთ 2-3 დღის მერე, რა ვიცი, როცა ხელფასი გეკნებათ, პირობითად. ამასაც ვეუბნებით, თქო, ტყუილად არ ვპირდებით, რომ ამ წუთას ვერ ვყიდულობ, მაგრამ და აუცილებლად ვიყიდით. თუ პირდებით, ოღონდ შეუსრულეთ. თუ არ აპირებთ ყიდვად, იმასაც ვეუბნებით, რომ არა, ვერ ვიყიდი და ყოველთვის როცა მაღაზიაში შევალთ, მკითხე. შემიძლია თუ არა ვიყიდო. ანუ რაც თავარი არ უნდა გადავუვადოთ ტყუილ უბრალოდ ასე ვთქვათ, ხო, არ მოვატყუოთ და არაფერი. როგორც დასრულს ველაპარაკებით. რა თქმა უნდა, ნუ გვექნება იმის ილუზია, რომ პირველივე ასეთ დასრულ საუბარს შედეგი მოყვება და მეორეჯერ არაფერს იზამ. შეიძლება მოყვეს, შეიძლება არ მოყვეს, მაგრამ ერთი და იგივეს ვიმეორებთ. ხო, და ჩვენ უნდა ვიყოთ მყარი აბსოლუტურად ამ პოზიციაში და ამ ჩვენს პოზიციას ესე ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ ოჯახის წევრებიც უნდა იზიარებდნენ. წევრი ამ სათამაშო ტიპურობით, ხო? რა თქმა უნდა, დედმამა რა სცენარზეც თან ხდება და რა აკრძალვებზე, რა ჩარჩოებზეც თან ხდება, ამას ითვალისწინებს დანარჩენი ოჯახის წევრიც. ნუ, ასეა, ძიძა ყავთ თუ ბებია ყავთ, ბაბუა თუ მამიდა თუ დეიდა, არ აქვს მნიშვნელობა. კი, და ზოგჯერ აღწევდათ. რა უნდა გვახსოვდეს, იცით, რომ ბავშვი იმ 3 წლის ასაკში, აი იმ კრიზისის დროს, ბევრად ცუდად გრძნობს თავს. თქვენზე ბევრად ცუდად გრძნობს თავს. ვერ ხვდება რა ემართება და რა მდგომარეობას გადის. ამიტომ მასთან რაღაცა ჭიდაობა, რაღაცის დამტკიცება, რომ დიდი ხართ, მოერევით, როგორ არა მოერევით, უბრალოდ შეიძლება პიროვნულად გაკეთოთ და დაამთავროთ. ბავშვი სამაგეროდ ბევრად დამოუკიდებელია, ბევრად ლაღია, ბევრად თავისუფალია, კომუნიკაბელურია, ემოციური ინტელექტი ეზრდება და რა ვიცი, ბევრი კარგი სიკეთე მიყვება და ამიტომ ამის შემდეგ ცოტა ხანი ხო გვაქვს მშვიდი ფაზა შედარებით. აი სადღაც ითვლება, რომ ხო, 3 წელი და 4 წლისთვის პირველი ამოსუნთქვა კარგი. აი ბაღშიც რომ მიდიან ხოლმე, თითქოს ბავშვი ერთბაშად გამოიცვალა, დამშვიდ და რაღაცებს გვიზიარებს, შვიდად გვიყვება და აი 8 წლის ითვლება, რომ ძალიან მშვიდი. აი იმის იქით რომ არ არის ქარიშხლის წირო სიჩუმია დაახლოებით ეგეთი თემა. იქ 7 წელშიც გვაქვს პატარა კრიზისი, მაგრამ ახლა მაგდენი დრო აღარ არის, 7 წელს დავანებოთ თავის კი ბატონო და ერთი სიტყვით შემდეგი ფაზა როდის მოდის? აი ვემზადებით უკვე თინეიჯერობისთვის, რომელიც რაღაცა ამ ბოლო დროს ხალხში ძალიან როგორ გითხრათ რა, ესე მწვავე და მტკივნეულად აღიქმება. ამ ჩვენს თინეიჯერულ ასაკს გავდიოდით კაცო აქამდე ყველა თაობა და არაფერი მოგვსვლია, ესენიც გაივლიან უგეშინია. რა თქმა უნდა. თუმცა ცოტა უფრო გაახალგაზრდავდა, ასე ვთქვათ, ჩვენ ვითვლით სადღაც 10 წლიდან 20 წლამდე, აი 19-ის ჩათვლით, აი ეს დიდი პერიოდი ითვლება მაინც გარდამავალ ასაკად. მაგრამ კრიზისი მაინც მოდის სხვადასხვა დროს, აი გოგონებთან მოდის სადღაც
14, ბიჭებთან უფრო 15-16. და რა არის აი საგულისხმო ასაკობრივი კრიზისების ჭრილში? იცვლება ძალიან ბევრი რამე. დავიწყოთ იმით, რომ ფიზიოლოგია იცვლება ძალიან ადამიანის, ახლა მაგნაწილს მე არ მოვყვები, მაგრამ აი გოგონებთან რაც არის ძალიან თვალშისაცემი და ბოლო პერიოდში რამაც თავიჩინა. ეს გარეგნობაზე უკმაყოფილება, ამას ახლავს და ეს ნორმათ არის ლამის ქცეული. სარკეში იყურებიან, თითქოს ყველაფერი ნორმაში აქვს, მაგრამ ეჩვენება რომ იქ ხან ცხვირი აქ დიდი, ხან ფეხები არ ვარ, ხან მხრები აქ დიდი. არაპროპორციულად იზრდება სხეული და გასაგებია. ბიჭებს კიდევ უფრო უარესი მდგომარეობა აქვს. რასიზამ. თავისთავად. აი მახსოვს გალბედონი თავრიკო გაგოშიცი ამბობდა, რომ აი თითქოს ყველაფერი ინგრევა ამ დროს და თავიდან უნდა აშენდესო და აი ესეთი ინგრევის და შენების პროცესი ძალიან მტკივნეულია. მოდი ცოტა სახალისო ელემენტებიც ჩავურთოთ, რაც მე ძალიან მიყვარს. ამ თინეიჯერობის პერიოდს ახლავს სხვადასხვა მითები, ასე ვთქვათ, მითებს ვეძახით. პირველი ეს არის მე არაფერი მომივა, ასე ვთქვათ, ისეთი უნიკალური როგონი ადამიანს თავი. დაშვებული აქვს, რომ ვიღაცას რაღაც შეიძლება შეემთხვეს, სადღაცა გადავარდეს, რამე დაიზიანოს, სკოლა ვერ დაამთავროს და არაფერი მომივა. ეს თინეიჯერის წვენა წარმოდგენებზე ალაპარაკი, ხო, იმისი მხრიდან, რომ აქ არაფერი. მეორე მითი ასე რომ ყველა მე მიყურებს და ყურადღების ცენტრში. ყურადღების ცენტრში. ალბათ თქვენს გაქვთ ეს განცდა გამოყოლილი ხო სკოლაში რაღაც ისე თუ არ გაცვიან, რამე დაგესვა რა, გონია რომ მთელი სკოლა შენ გხედავს და ყველა მიცის ამის შესახებ. და მესამე ყველა საყვარელი მითია რომ მე რო ასეთი ღრმა განცდები მაქვს და გრძნობები და ეს პირველი სიყვარულიც ეგ პერიოდია და რაღაც ეს დამაჩემს ესეთი მარტივი შეხედულებები აქვს რაღაცებზე. აყვანილი ხო არა ვარ. ეს გაუცხოვება როგორ შეიძლება არსება ასე ჩაოლებრივ მშობლებს ყავდნენ. ესეთი შეხედულებები ნორმაა, მინდა გითხრა და არ გაგიკვირდეთ თუ ბავშვი ამას გიზიარებს. გადაწყდებიან მშობლები, ხო? ამ შემთხვევაში მშობლისთვის მთავარი რა არის, რომ ეს კრიზისი ისე წავიდეს, როგორც მშობლისთვის რა არის მთავარი? პრინციპში როგორც იქცევა მშობელი, ისე მოყვება თინეიჯერიც და ამას ვერსად ვერ წავხვალთ. საშუალოდ აი სამ სხულ ჯგუფად იყოფიან. პირველი, როდესაც თინეიჯერი არის შვიდად, პრინციპში შვიდად, ოჯახის წევრები მას ვერ გრძნობენ, მაგრამ თავის თავში მიდის ის ცვლილებები და აი მართლა ღრმა განცდები ჩდება სამყაროს ძალიან დაშორებულია, ეს მეს განცდა რაღაც გამოკვეთილი. მეორე ჯგუფია, სადაც თვითონაც წუხდება და ოჯახის წევრები წუხდებიან, მაგრამ გარეთ სკოლაში ყველაფერი კარგად არის და მეტნაკლებად შვიდად გარდა. აი მესამე ჯგუფია, თვითონაც წუხდება ოჯახის წევრები. სკოლაში წუხდება. პრინციპში ყველაფერი მაინც დადის მშობლის დამოკიდებულებაზე. თუ მშობელი თავის თავსაც აძლევს უფლებას, რომ ამ ცვლილებას გაყვეს და გაუფართოვოს არეალი, მაშინ ყველაფერი კარგად არის. ხო გეუბნებით, აი 3 წლის კრიზისი თუ კარგად გავლილი, ძალიან დიდია ალბათობა, რომ ეს პერიოდიც ასე კარგად გაივლის. და მშობლის დამსახურებაა ეს. კი, და რაღაცა იკინძება მერე მძივივით, ხო, მთელი ჩვენი. ამ დროს უნდა შედგეს მეგობრობის ნაწილიც, აი სხვა ურთიერთობაზე გადასვლის ნაწილიც და ასე შემდეგ. კი, და ესე ძალიან მნიშვნელოვანია უკვე, როცა გარეთ გადის ფოკუსი ბავშვის, ხო, და უკვე ხვდება, რომ ოჯახი არის სამხედრო პოლიგონი, ჩვეულებრივი. იქ ვარჯიშობთ ჩვენ, კამაც იქ უნდა მივეჩვიოთ ბრძოლას, საკუთარი პიროვნების გამყარებას, რომ გარეთ უკვე მომზადებული გავიდე და თუ იმ საშუალებას ოჯახი არ იძლევა, გარეთ ძალიან ხშირად შეიძლება წაიმტრიო ცხვირი და ცოდოა ბავშვი. კი, და თუნდაც აი სოციალური უნარების განვითარების თვალსაზრისითაც, ხო, ძალიან მნიშვნელოვანია. თან ერთი რაღაც თქვა, კიდე არ გამოგჩეს. აი ამ საზღვრების გამყარება, ასე თქვათ, ჯერ კიდევ ძალიან აქტუალურია მშობლის მხრიდან. თითქოს ხო ბავშვი ითხოვს, რომ თავი დამანებე დიდი ვარ და სადაც თავისუფლება უნდა. მაგრამ რეალურად მშობლები, რომლებიც ბავშვს ყურადღებას აღარ აქცევენ და მიშვებული არიან თავის ნებაზე, არ აღიქმებიან როგორც მოსიყვარული და მზრუნველი მშობლები. ესეც ძალიან ტრამვულია ბავშვისთვის. კი, იმიტომ რომ აი სწორედ სიტყვა ზრუნვა ამ ასაკში, ყველა ასაკში ალბათ და აქ კიდევ უფრო, მაგრამ მშობლები ვართ და ჩვენი ვალია, სანამ არასრულწლოვანია, ძალიან ბევრი რაღაცისგან დავიცვათ, ვაკონტროლოთ და კი ბატონო, და ეს ტოტალური თავისუფლება ნამდვილად არ არის არაფრის ფსიქოემოციური თვალსაზრისით მომტანი კარგის, ხო, თვითონ ბავშვისთვის არის ძალიან ცივი. კი ბატონო, ჩვენს ეთერში მცირე რეკლამის დროა, რომლის შემდეგაც უკვე შევეხებით შემდგომ ასაკში რა ხდება ჩვენს თავს იდენტობის პრობლემა, ფორმირება, შუა ასაკი და შუა ასაკთან დაკავშირებული ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, ასე რომ დაგველოდეთ. ქალების რადიო ურბანიკისგან FM 93 და 1. ოჯახის, ურთიერთობების და საზოგადოების მთავარი გამოწვევები. ფსიქოლოგია და მისი როლი ჩვენს ყოველდღიურობაში. ერთად აღმოვაჩინოთ აღზრდის, განათლების და განვითარების გზები.
ცხოვრების გაკვეთილები ნატა ასათიანთან ერთად. რეკლამა ქალების რადიოზე. ურბანიკისგან ახალი მულტიფუნქციური ბიზნეს ცენტრი ინოფისი უზნაძეზე გთავაზობთ. საოფისე ფართები 20-დან 35,000 კვადრატულ მეტრამდე. მოსასვენებელი სივრცეები 12,000 კვადრატული მეტრი. კვების ობიექტები, რეკრეაციული ზონა 8,000 კვადრატული მეტრი. 580 ავტომობილზე გათვლილი პარკინგი. ფართები როგორც ყიდვით, ასევე იჯარით. დაგვიკავშირდით 2 91 88 88. რეკლამა ქალების რადიოზე 2 31 88 88. ქალების რადიოს წარმოგიდგენთ ურბანიკი. FM 93.1. ოჯახის, ურთიერთობების და საზოგადოების მთავარი გამოწვევები. ფსიქოლოგია და მისი როლი ჩვენს ყოველდღიურობაში. ერთად აღმოვაჩინოთ აღზრდის, განათლების და განვითარების გზები. ცხოვრების გაკვეთილები ნატა ასათიანთან ერთად. დავბრუნდით სტუდიაში, ვსაუბრობთ ასაკობრივ კრიზისებზე. ჩვენი სტუმარია ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ირინა ტაბუციძე. ირინა, ჩვენ რეკლამამდე შევეხეთ ამას და ერთი ხელ რომ დავუბრუნდეთ თქვენი მხრიდან, თინეიჯერობის პერიოდში თითქოს რომ არის რეალობა ისეთი, რომ ბავშვს უნდა თავისუფლება, რომ რეალურად ამ თავისუფლების მიღმა ბავშვი ასევე ითხოვს აი ამ საზღვრებს, რომელიც მისთვის აღიქმება როგორც უსაფრთხოება და ზრუნვა. ხო, აი ეს ნაწილი კიდევ ერთხელ რომ მან კიდევ ხაზი გაუსვათ, რომ ბავშვი ამ დროს ყველაზე შორს არის მშობლიდან, ყველაზე მეტად არის დაშორებული და რაც უფრო მეტად გშორდება, მიტია ალბათობა, რომ უფრო კარგად დაგვიბრუნდეს და უკვე მეგობრად და თანატოლად დაგვიბრუნდეს. ამიტომ ეს ძვირფასი პერიოდი მშობელმა ხელიდან არ უნდა გაუშვას. და რაც შეეხება საზღვრების დაცვას, რთულია. არავინ არ იძახის, რომ ეს მარტივია, ეს ოქროს შუალედის პოვნა, რომ არ შეზღუდო არც ზედმეტის უფლება, მიცე ყოველთვის რთულია და ეს არის კარგი მშობლობა. ბოლოს და ბოლოს მანდამდე დავდივართ. თუ მით უმეტეს შენ ხარ ასე გაზრდილი და რაღაც უნარჩვევები გაქვს, უკვე კიდევ უფრო მარტივია თუ არა და სპეციალისტები არსებობენ და შეიძლება. კი, და ასევე ყველა ჯერზე დაკვირვება და რაღაცის გამოსწორება. გუშინ როგორი მშობელიც ვიყავი, იმასთან შედარებით, რომ დღეს რაღაცა უკეთესი გავაკეთო, ესეც ძალიან წინადად. შეუძლებელია ყველაფერი ბავშვის ბრალი იყოს. რაღაცა ჩვენც ვუხუჭებთ. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. თინეიჯერობა ერთი სიტყვით გავიარეთ. კარგად და მივადექით შემდეგ კრიზისს. მივადექით აი 21 წლის კრიზისს, რომელიც ძალიან დიდი არ არის, ესეთი მსხვილი არ არის, როგორც მაგალითად თინეიჯერობა და 3 წელი, მაგრამ მნიშვნელოვანია, როცა ჩვენი იდენტობა ყალიბდება. ანუ უფრო გამოკვეთილი ხდება ვინ ვარ, რა ვარ, რა მინდა, რა ჯგუფის წარმომადგენელი ვარ, რა რელიგიის, რა ოჯახის, რა ნათესაობის, რა ინტერესები უნდა მქონდეს, ამ დროს ხდება პირად ცხოვრებაზე მეტი ხაზგასმა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეხლა ამ იდენტობაზე მოდი მარსიას შეხედულებებს შევეხოთ, მე მგონი უფრო გასაგები და მარტივი იქნება. მოგეთ 4 ასეთ რომ ერთია იდენტობა, რომელიც ესე მზამზარეულად მოგვეწოდება, ასე ვთქვათ, მაგალითად. როცა 9 თაობა ექიმი ყავს და ჯერ არ დაბადებულ ხარ და უკვე გესმის, რომ აი შენ რო თეთრხალად ჩაიცვამ და ბაბუა შენს როგორ გაუხარდებოდა და იმის ფოტო რო უკიდია და არის ერთი ამბავი. მოკეთ ბავშვს თავაზობენ უკვე ვინ უნდა იყოს, როგორი უნდა იყოს და საით უნდა წავიდეს. თუ ბავშვისთვის ეს ასევე საამაყოა და ზრდასთან ერთად იჯერებს, რომ თვითონაც თეთრხალად ჩაიცვამს და გვარს გააგრძელებს და ასე შემდეგ, როგორი კარგი ამბავი იქნება, აი გამზადებულია მართლა იდენტობა, თითის განძრევა არ ჭირდება. კარგად გადადის ამ დასრულობაში მშვენივრად. მაგრამ სწორია ასე, უფრო სწორად ხშირად ხდება ასე, რომ აი ესე მოწოდებულ იდენტობას ირგებენ და აგრძელებენ ცხოვრებას. ალბათ ნახევარზე ნაკლებად, ალბათ, მაგრამ ვისაც ესე გაუმართლა ლებში, მაგრამ მაინც გაუმართლა, მოდი. თუ თვითონ ბედნიერია, ჩვენ საქმე არ არის. ხო, ცხადია. ტრაგედია, როდესაც ასე გამზადებენ თაობებიდან გადმოცემულ პროფესიას და მაგალითად პროფესიას. და შენ ეს შემთხვევას მიუღებელია და გინდა რომ მაგალითად ხატოგაცო არ გინდა ესე კი არანაირად არ გინდა. ნუ მე სხვა ეტაპები იწყება ცხოვრებაში, მაგრამ ცოტა ძნელია მე იდენტობის მოპოვება. მეორე ვარიანტი დიფუზია.
ვერ ერკვევა, აი კარგა ხანს არის აი ესეთ გაურკვეველ მდგომარეობაში, საით უნდა წავიდე ეს რა ინტერესები აქვს, საერთოდ რამე აქვს თუ არა ინტერესები, ეს პირადიც, კარგ ვარიანტში ეს სრულდება რაღაც ეტაპზე, თუმცა არიან ადამიანები, ალბათ თქვენც იცნობთ ეგეთას, ბოლომდე მთელი ცხოვრება ეგრეთ ცხოვრობენ. რას მიედმოედო, რა აკეთა, რისთვის იცხოვრა, რა აზრი ქონდა. ეს რისი ბრჭყალებში ბრალია, რომ რა კითხვებს ვერ გავიცით, როგორც წესი, აი ძალიან პატარა ასაკში, როცა ცნობის მოყვარია ბავშვი და ინტერესებია, იქ ჩაკვდა რაღაცეები და ინტერესები გაქრა. იმიტომ რომ ადამიანი თავის ბუნებით რაღაცას უნდა რაღაც სიახლეს, სიამოვნებს, რაღაც ახლის სწავლა, გაგება და ამას თუ ადრეულ ასაკში მოვკლავთ, იმიტომ რომ მათემატიკაზე უნდა იაროს, ინგლისურზე უნდა რაღაცა. გავეხმარებით კარგად. და ამ თვალსაზრისით მშობლებისთვის რჩევა რა არის თავარი? გავიგეთ რომ უნდა ვატაროთ მათემატიკაზეც და ქართულზეც თუ ასეთ დროს ბავშვის ინტერესებზე უნდა ვიყოთ მორგებული. თუ გაგიმართლათ და აღმოჩნდა რომ თქვენ შულს რაღაცის ინტერესი აქვს ძალიან გამოკვეთილი, ყველაფერი უნდა ქნათ რომ ხელი შეუწყოთ. ამ ინტერესის გაღვივებისთვის, მაგრამ ყველაფერი. ან ჩვენ ვეხმარებით, ან ვიღაცას ვახმართ, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. მშობლობა რთულია. ვთქვათ, რომ ჩვენ ვიზდებით ტრამვებით ადამიანები რა და ჩვენ შვილებსაც ვაყენებთ ტრამვებს და ამას ვერავ აცილებ. თავარი რაღაცა გამოუსწორებელი არ გავაკეთოთ თორე. ტრამვებს მაინც მივაყენებთ, მოკლედ შვილება არაფერი. გარდა მაგისა, მესამე ვარიანტია მორატორიუმი, როდესაც მოზარდი იწყებს, მოზარდი აღარ არის უკვე დიდია, აი ცდილობებს, მოდი იქვსინჯო, მოდი აქვსინჯო, ანუ ინტერესი არის, ცნობის მოყვარეობა არის, მაგრამ კარგად ვერ ყალიბდება. ჩვენ პრაქტიკაში ვინც მოხვედრილა ეს კატეგორია არიან ნიჭიერი ადამიანები. ზუსტად რო ვერ გაიგო, ყველაფერი გამოსდის, ყველაფერი უნდა, მაგრამ ყველაფერი ერთად არ გამოდის. ყველაფერი არ გამოდის. პრემში გაატაროს. კი ბატონო, და შემდეგი ასაკი უკვე ძალიან მნიშვნელოვანი და ქალების კონტექსტში, დიახ. თვითონ იდენტობის კარგად ფორმირება და სრულფასოვნად მეოთხე ვარიანტია, როდესაც გავიარე ეს ეტაპი, გავერკვია ჩემ თავში, დავწყნარდი, დავმშვიდი და გავაგრძელე ცხოვრება. და კარგა ხანს მივდივარ კარგად. და მერე უკვე დგება შუახნის ასაკი, შუახნის ასაკამდე სანამ მივალთ, ეს უკვე არის, როცა პროფესია ჩამოყალიბებულია, პირად ცხოვრება ასეა თუ ისე აწყობილია, რაღაც გამოცდილებაც დაგროვილია, შვილებიც ცოტა წამოზრდილები არიან, ხშირად ეს თინეიჯერობას, ხშირ შემთხვევაში მაინც ესე ხდება და ამიტომ ერთნაირი სირთულეებია გარდა ბავშვების პრობლემა, პირადი პრობლემა. მშობლები შეიძლება უკვე იმ ასაკში იყვნენ, რომ პირიქით იქ იზრუნვა დააჭირდეთ. ჩვენ ხვდებით და მოკლედ მართლა შუა ასაკის ადამიანებს ეს სენდვიჩის თაობას ეძახიან. კეთიდან არის გაჭყლეტილები და ნუ ვერაფერს ვერ ისა. მოკლედ მთელი ბუკეტია მანდაც. აი აქ მინდა რომ ქალების პერსპექტივით ვილაპარაკოთ. ერთი ის რომ იწყება მენოპაუზა, იწყება კლიმაქსის პერიოდი. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სტუდენტებსაც რომ მაგას ვეუბნები ხოლმე პერიოდს. თუ შენ მთელი ცხოვრება გესმოდა რომ ეს არის რაღაცა ქვეყნიერების დასასრული, რომ საშინელება იწყება, ხა მაგალითად საგამოცდო ბილეთებში რო ხვდებათ ხოლმე, ძალიან მხარისობს საშუალოდ აი 10 საკითხიდან ერთს მაინც 10 ბილეთიდან ერთს მაინც უწერია, რომ ხალხს ეწყება დეპრესია, ცხოვრება აღარ უნდა მძიმ. რაღაც ისეთ საშინელებებს წაიკითხავ, რომ ხვდები, რომ დედას კარგად ნამუშევარი ბებიას. კი, გარემო ასეთია პრინციპში, რაღაცა 40 წელს სხვაგვარად აღიქვამს. სინამდვილეში აი ეს მძიმე სიმპტომები საშუალოდ ითვლება, რომ აქვს 20%-ს. ისინიც რატო გადიან, კიდე ცალკე თემებია, მაგაზე ახლა ცოტა ღრმა თემაა და შორწავთ. საშუალოდ რა არის ფსიქოლოგიური თვალსაზრისით? ეს არის გარკვეულად დასრულება ბრჭყალებში, შენი ახალგაზრდობის, განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლა, როდესაც შვილები გაიზარდნენ, შენი თავისთვის მეტი დრო დაგრჩა, უკვე რაღაცა გარკვეული გამოცდილება დააგროვე და დიდი ალბათობით რაღაც მნიშვნელოვანი უნდა აკეთო უკვე ამ გამოცდილებით. ყოველ შემთხვევაში ბევრს ვერაფერს ვეღარ ცვლი. მთლიანად ახალი პროფესიის სწავლა, მთლიანად ახალი ცხოვრების დაწყობა. მაგრამ რთულია. ამიტომ უნდა მოიმკა უკვე ის, რაც მანამდე დათესე. კი, აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მართლაც. ამიტომაც არის კრიზისი. როგორ ხვდებით ამ პერიოდს? რაც ჩვენ ოცნებები ქონდა ბავშვობაში, აი რაღაცა იდეალური მე რო ქონდა, რაღაცა სადღაც როგორი უნდა ყოფილიყავი. თუ ძალიან მიუახლოვდით იმას და კარგად ახლოს ვართ, ეს პერიოდი მშვიდია ბევრად გაწონოს, თორე კმაყოფილების განცდა გაქვს, რომ რაც მინდოდა ვქენი. ზუსტად, კი, აი თუ ძალიან გვერდზეა, აი უკვე ერიქსონის დახასიათება მიყვარს აქ ძალიან, ხო? აი ეგ სწორედ ის ასაკია შუახნის, როცა უკან იყურები და აფასებ. შეფასებები იწყება. და
კი, ნამდვილად გაქვს, მაგრამ აი მართლაც მოიმკი რაღაცას და გეუფლება ან თლიანობის განცდა, ან სასოწარკვეთის მისი სიტყვებით თუ გამოვიყენებთ და ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქამდე სწორად მოვიდეთ. შვილებიც როგორ გაზარდე, ხო შენი თავის შეფასებაა პრინციპში, ხო, როგორ რისთვის ღირდა ცხოვრება, თუ არ ღირდა კიდევ უფრო ძალიან მძიმეა. არის რა თქმა უნდა კატეგორია, ვისაც შვილი არ ყავს ასეთ პერიოდში, როცა გააზრებულად არც უნდათ, არც ყავთ, იმაზე არ ვლაპარაკობ, არიან ადამიანები, რომელსაც გაეპარათ დრო თითქოს აი რაღაცის ლოდინში და ცოტა უფრო მძიმეთ მიდის კიდე ეგ პერიოდი. ემოციურ ნაწილსაც რო შევეხოთ. რაც შეეხება, ხშირად ეს აღიქმება ქალურობის დაკარგვასთან. რა თქმა უნდა, არანაირი ქალურობა იქ არ იკარგება, მაგრამ აღქმა ასეთია. იმიტომ რომ პრინციპში იმ ფიზიოლოგიური ცვლილებების გამო და ჰორმონალური ცვლილებების გამო მართლა სწრაფად შეიძლება დადგეს ცვლილება. ნუ იქ კანი კარგავს ელასტიურობას, ის ნაოჭევი პირველი, ბევრი რაღაც. თუ ქალს ამის მიღმა არაფერი აქვს. სადაც რეალიზებულია, აღიარებულია, აკმაყოფილია, ბედნიერია, ამისი ამ სფეროს ჩავარდნა, რა თქმა უნდა, ცოტა მძიმედ აღიქმება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესაბამისად ჩვენი თვითშეფასება არ ეთებლებზე არა, როგორი ვარ მე დღეს, იმიტომ რომ მე ესეთი ვეღარ ვიქნები. თუმცა ის გარეგნობაც ხო ძალიან პირობითი თემა, ნებისმიერ ასაკში შეგიძლია მოერგო მშვენივრად და ჩვენ გვაქვს ამის მაგალითები, ირგვლივ მშვენიერი ქალბატონები გვყავს. ქართველებიც კი შორს რო არ გავიდეთ, რომლებიც ლამაზად ბერდებიან. თუმცა კლიმაქს პერიოდი არ არის ჯერ სიბერის ამბავი რა, მოდით. ცოტა მერია. კი ბატონო. თუმცა სანამ ცოტა მერე პერიოდში სანამ გადავალთ, მანამდე ეს ასაკი თითქოს ის არის, როცა ძალიან მწვავედ აღიქვამს რაღაცა აი ახლა არა, ეს საერთოდ სხვა ეტაპზე გადავდივარ და მოდი მაგაზე ვთქვათ. ამ პერიოდზე მთხვევა ხშირად თუ შვილი უკვე ცოტა წამოსდილი ყავს, შვილების ცალკე გადასვლა. ფიზიკურად ან უბრალოდ ცალკე ცხოვრებას იწყებ და ნუ შენ არ ჭირდები ასეთი დოზით, ჰამასადილი დაახვედრო, თორე დანარჩენი რაღაცა მეტნაკლებად არ აუშავს. აი მე რეტრიალდებიან წყვილები ერთმანეთისკენ თუ შერჩნენ აქამდე რა თქმა უნდა. და იწყება აბსოლუტურად ახალი ეტაპი, ცარიელი ბუდის სინდრომს ვეძახით ხოლმე ამ ფსიქოლოგები, დავრჩით მარტო. აი ახლა რა ვქნათ? და ორი ვარიანტია, ან იმდენად არის უკვე გაციებული ურთიერთობა და რუტინა მისე დებიან, შეგერთ სახში ცხოვრობდნენ, მაგრამ დაშორდნენ, ან იწყება ურთიერთობის საერთოდ სხვა ეტაპი, სხვა დონე, როცა მეგობრობასაც იწყებენ, გარდა იმ სიყვარულისა და ტოლვისა, რაც იყო და საერთოდ სხვა ეტაპზე გადადის ურთიერთობა. თუ ამას წყვილი ახერხებს ბედნიერება, ანუ თუ არა, მე შეიძლება ცხოვრების გაგრძელება, მაგრამ ლამაზად გავაგრძელოთ ხო რატომა. თუმცა აი აქაც ახლა თქვენ რო გისმენთ, ძალიან ბევრი გადაცემის თემა სხვადასხვა ყოფილა, მაგრამ რაღაცნაირად ამ დასკვნამდეც მივსულ ვართ და აი ახლაც თითქოს აქეთკენ წავედით, რომ 40 წლამდე თუ 50-მდე რამდენიც არ უნდა იყოს, ქალმა უნდა იცხოვროს კითხვაზე პასუხი თუ მე რა მინდა, ჩემთვის რა არის საინტერესო და ჩემთვის რა არის მნიშვნელოვანი, სწორედ აი ამ ასაკში, როცა ბავშვიც ასე ვთქვათ გაფრინდა და მარტო ბუდეს რაღაცა ეპითეტს გამოვიყენებთ თუ რას ვიზამთ, რომ არ დავრჩეთ სიცარიელეში. პირისპირ მეუღლესთან თუ საკეშისაკ ამ ქალმა დღევანდელ სამყაროში, რა ვიცი, ხა საკუთარ თავზე ზიზრუნო, შვილებიც კარგად გაზარდო, შემდგარიც იყოს სამსახურში, ლამაზიც იყოს, მოვლილიც იყოს და ფლადეგრე არ გამოდის და იმ ცნობილი ფრაზის არ იყოს, ყველა წარმატებული ქალის უკან მეორე წარმატებული ქალიაო თუ როგორ არის თუ ძლიერი ქალიო, ეგ ამბავია, ვიღაცა თუ მხარს გიჭერს, ცოტა ადვილია ამის გაკეთება და მარტო ასეთი ისეთ პრეტენზიულებით ნუ ვიქნებით, ნუ მოვითხოვთ ქალებისგან, რთულია პატარა ბავშვებს ზრდიდე ამ რუტინაში იყო და კიდე რაღაცა შენთვის ცალკე ძნელია რა, ძალიან ძნელია, მაგრამ არა მიუღწეველი. რეალიზების განცდას ალბათ აი ამ ასაკში ყველაზე მნიშვნელოვანი ასე დროს რისთვის ღირდა ცხოვრება, რაზეც ვოცნებობდი გამომივიდა თუ არ გამომივიდა. არც მარტო ბავშვებია საკმარისი, არც მარტო სამსახური, არც მარტო პირადი. აი ეს ყველაფერი, როდესაც ჰარმონიაში ერთმანეთთან და კარგად ამ დროს ის კლიმაქსის რაღაცა ელემენტები საერთოდ აღარ არის ყურადღება მისაქცევი აქტუალური, კი. და მართლა ქალურობა არ თავრდება ასე დროს, არც ურთიერთობები არ თავრდება, ძალიან ბევრისგან მაქვს აი დილეტანტისგან გაგებული, რომ სექსუალური ურთიერთობებიც წყდება, არაფერი არ წყდება ხალხო. არა. კი, ცალსახად არა და კიდევ ერთი უკვე ბოლოსკენ რომ წავიყვანოთ ასე ვთქვათ ჩვენი საუბარი და გავიარეთ კიდეც ხაზი ხო, მე მგონი მთლიანად გავითარების უკვე გვიანი ზრდასრულობის კრიზისზე რომ ვისაუბროთ, აქ შემოდის პენსია, 65 და პლუს სადღაც პრივობის თემაც ხო, ძალიან
რთული თემა შემოდის. იცი რა არის საინტერესო მანდაც? ხა სანამ პატარა ვიყავი მეც ეგასაკი მეგონა რაღაცა წარმონო მძიმე. აღმოჩნდა რომ როცა იზრდები ნელ-ნელა მარტივდება ეგ ერთი და აი გამოკითხვები რაც არის კვლევები ჩატარებული, სადღაც 60-70% ასაკოვანი ადამიანის გეუბნება რომ კი ასაკში ყოფნა რთულია, მაგრამ მე გამონაკლისი ვარ. იმიტომ რომ მე კარგად ვარ. ეგრეთ სუდათაც არ არის საქმე რა. მთავარი რა არის ახლა მაგასაკისთვის რომ ერთი რომ ჯანმრთელობა გქონდეს მყარი როგორც ფიზიკური ისე მენტალური. ეს არის ალბათ ამოსავალი, რაზე ზრუნვაც უნდა დავიწყოთ 20 წლიდან მაინც. ამას წინა თუსმენდი ვიღაც ბლოგერს აღარ მახსოვს და ძალიან კარგი ფრაზა გამოიყენა რომ სადღაც 30 წლამდეო დემო ვერსიები ვართო გვეპატიება ბევრი რამეო და მე არაფერს აღარ ვპატიობს სამყაროო და ესია თუ მანამდე ღამის თევა გეპატიება რაღაც ისულელები წამოგტკივდა გაგიარა რა მოხდა მე არა მე შეიძლება რაღაცა ჩივილები გადავიდეს ქრონიკულ დაავადებაში რამაც მე ასაკში საერთოდ სხვანაირად იჩინოს თავი ჯერ უამრავი რამეა რასაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ და რაც თუ ვაკონტროლებთ იმას მაინც მივხედოთ ხო კი ერთი სიტყვა ჯანმრთელობაზე ჯანმრთელობაზე და მენტალურ ჯანმრთელობაზე. ძალიან მნიშვნელოვანია მაგასაკში თანატოლების და მეგობრების არსებობა. ვისაც გაუმართლა და მეგობრები ყავს მაგასაკში, ითვლება რომ ბევრად უფრო წარმატებულები არიან, ბევრად უკეთესად ცხოვრობენ, უფრო ხალისიანები არიან და უფრო დიდხანსაც ცხოვრობენ კიდე. თუ გაგიმართლა და პირადი ცხოვრებაც გაქვს ამასობაში, ხომთლად კარგი და არის ბევრი თემა. რაც შეეხება ხა პენსიას, ერთი-ორი სიტყვით თქვა. ჩვენ ქვეყანაში პენსიაზე გასვლა ფინანსურ წარმატებასთან არ არის გაიგივებული მოგეხსენებათ, რაც ბევრ კარგ ქვეყანაში აწყობილი სისტემაა. სოციალურად დაუცველობასთან უფრო არის სამწუხაროდ. ბევრგან პენსიას რომ მე იწყებენ მოგზაურობას, მე მოვხვდი ეგეთ ხალხში, სადაც პენსიას წამოსულები, ბევრი პენსიონერი ერთად ვნახე ამერიკელები იწყეს ცხოვრება და ჩვენთან შიშით ელოდებიან პენსიას. თუმცა არის მეორე ამბავი, რომ თუ რაღაცა გარკვეული წარმოდგენა გაქვს ამ შენს ცხოვრებაზე, მარაგების კეთებას იწყებ. რა გამოგვივა ერთია, მაგრამ ცდელობა ხომ მაინც უნდა გქონდეს. ერთხელ ერთმა კლიენტმა მითხრა, რომ რაღაც ოჯახზე მიყვებოდა, რომ ამათო თვეში 10 ლარი რო გადაედოთ, ეხლა რა კარგად იქნებოდნენ, ხვდებიო? და არც უფიქრიათ, ველოდებოდნენ და რაღაც სახელმწიფოს იმედზე იყვნენ და რა ვიცი ხალხო, სხვა რეალობა გვაქვს და ვიზრუნოთ საკუთარ თავზე, ხო? კი, ასეა. ხო, აი ვიზრუნოთ საკუთარ თავზე, ეს შეიძლება იყოს ჩვენი დღევანდელი საუბრის მართლაც მთავარი ალბათ გინახავთ მოვლილი ლამაზი ქალები. აი, არ ვიცი, მაგის შეხედვას ალბათ არაფერი სჯობს. ლამაზად ჩაცმული, მოვლილი, ხალისიანი, ბედნიერება რო აქვს თვალებში. ანუ ესენი არ არიან ეგეთი გამონაკლისი, როგორც გქონია, არსებობენ. კი, არსებობენ. რა ვიცი, ხა თუ სხვები არსებობენ, ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ. და მიღწევადიც არის, კი, მთავარი მაინც ალბათ არის ეს სიცოცხლის სიყვარული, სიცოცხლის სიყვარული, რომელიც ძალიან ადრეულ ასაკში და იცი კიდე რა არის ინტერესების შენარჩუნება, კაი გვიანობამდე. აი, ბერნს აქვს ესეთი ერიკ ბერნს სხვადასხვა სცენარებს იხილავს და ძალიან საინტერესო აქვს ერთ-ერთი სცენარი ღია დასასრული სცენარი დაფნის ხეებს ადარებს. ნუ ხანდახან ადამიანები რაღაც ასაკშიო წყვეტენო განვითარებას, აი შვილები გაზარდა და всё, მეტი არაფერი აღარ უნდა და დაფნის ხეებივე შრიალებენო და ჩვენ არ ვიცით რამდენი გვაქვს დარჩენილი რეალურად, რამდენი ხან შეიძლება ასე იშრიალო, იცხოვრე რა ბოლომდე. და თუ გვაქვს დრო ერთ რაღაცას ვიტყოდი, შარშან წავიკითხე სადღაც, მოკლედ ამ ქორწინების იუბილეების სახელწოდები ხო არის, რაღაც ვერცხლის ქორწილი ოქროს. მოკლედ არსებობს ერთ-ერთი ასე ლალის ქორწილია თუ რაღაც 100 წლის იუბილე და ეს სახელი რომ მოიფიქრეს, მოკლედ დაერქვა აზერბაიჯანელი ცოლ-ქმრის საპატივსაცემოდ მაღალ რომელთაც ქორწინების 100 წლის იუბილე ჰქონდათ. ხო და მე რას ფიქრობდი იცი სულ რომ ესე იგი სადღაც 70 წლის რო გახდნენ ალბათ ხო იფიქრეს რომ დავბერდით და იმის მე რამდენი ცხოვრეს წარმოგიდგენია და შე რომ მანდ მოდუნდე და იფიქრო რომ დამთავრდა ყველაფერი 30 წელი გრე უნდა იცხოვრო? კი, ნამდვილად არ ღირს მოდუნება და 30 კერი მათ მეტი იცხოვრეს კიდე ხო. და მართლაც 100-ის ერთი იყო მე მგონი და 120-ის მეორე თუ რაღაცა დასწაული ხო. კი, მოდუნების უფლება არ გვაქვს არც ერთ ასაკში ალბათ და არც ერთ გარემოებაში. ძალიან დიდი მადლობა. მე დარწმუნებული ვარ რომ აი ეს რჩევები თითოეული საგულისხმო მნიშვნელოვანი ჩვენთვის როგორც მშობლებისთვის, ჩვენთვის საკუთარი თავისთვის და ჩვენთვის ასევე ჩვენი მშობლების ცხოვრების აღხმისთვის, ხო? იმიტომ რომ ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში უნდა ვიყოთ ბევრი რაღაცის მიმართ. ჩვენი ყოველდღიურობაა. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. მადლობა, მე კი ზუსტად ერთი კვირით გემშვიდობებით.